მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ვკითხოთ ტაროს. პირველ რიგში ჩვენ ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ შორის და მე უკვე კითხვები რაცა გვაქვს. რა ხდება თქვენ შორის ეხლა, რომ იცოდეთ ის თქვენია თუ არა ეს გაშლა. და მე მინდა გავაკეთოთ აქ ეს ცოტა გავასწოროთ. ეხლა მინდოდა ამ დასტაზე მიმუშავა. ანუ ეხლა ვნახოთ ჩვენი კითხვები, მნიშვნელოვანი, ხო? ანუ გვანახეთ. თქვენს მიმართ რას გრძნობს? ვკითხოთ უნივო რა განზრახვები აქვს? რა გიშლით ხელს? თქვენ ურთიერთობას რა უშლის ხელს? ეს ვკითხოთ, ხო? როგორ ხედავს თქვენს მომავალს თვითონ თქვენი პარტნიორი? როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ახლოს მომავალში? რა უნდა? ავიღოთ ახლა რჩევა რა, ამიტომ აქ ჩვენ მოკლე გაშლებს ვაკეთებთ. აქ რაღაცას კიდე თქვენი ბიჭი მანიპულირებს, რაღაცას არ შეიძლება ფიქრობს მომავალზე, სხვათა შორის ფიქრობს, ძალიან ბევრს ფიქრობს, როგორ ანუ გამოსავალს ეძებს ეს ადამიანი და ფიქრობს, აი როგორ შეიძლება რომ აი ისე იყოს ყველაფერი, რომ მეც ვიყო კარგად და ჩვენი აი მომავალსაც იმენა თქვენთან უნდა ეს მომავალი, იმიტომ თქვენ მის ზაამაგარი ესეთი ხალი ხართ, ვარ მაგისი ვარ, სკლავი ხარ, ხალი ოცნება, რომელიც ახლა ცოტა ცივ ენერგიებში არის, მაგრამ ძალიან თითქმარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი ხარ და თქვენთან უნდა ამ ადამიანს ბედნიერება. ამაზე ფიქრობს ეგა ჯერჯერობით და უნდა შეიძლება даже აქ ჩამოსვლაც, მაგრამ ცოტა რაღაცა ვერაჯერ. ჯერ ვერა. ვნახოთ ახლა ჩვენ ეს უბრალოდ დასტამ აქ რაღაც ცოტა მელაპარაკა. всё, ვნახოთ ახლა თქვენ შორის რა ხდება, შეიძლება უკვე გაიგეთ ისედაც ყველაფერი. აქ რა ხდება თქვენ შორის? აქ იყო როგორი მომენტი არის, იცით? მაჩვენებენ რომ შეიძლება უკვე რაღაცა ძვრა არის რა. არის რაღაცა შეიძლება კომუნიკაცია არის აქ. აქ შეიძლება ძალიან კარგი სასიამოვნო საუბარი გქონდეთ თქვენს ცხოვრებაზე, შეიძლება ცხოვრებაზე. ანუ თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს ბედნიერებაზე, რაღაცაზე უკვე თქვენ უნდა გქონოდეთ აქ საუბარი. თუ თქვენ არ გქონდათ, მაშინ აი არ იქნება თქვენი გაშლა უეჭველი, გეუბნებით, რომ აქ იყო რაღაცა უკვე იმპულსი, მიმოწერა, საუბარი და თან აი ძალიან კარგი და თბილი საუბარი იყო სხვათა შორის, აი აქ მაჩვენებენ მე ახლა. კაი, ვნახოთ ახლა კითხვებზე გადავალ და მე უკვე შევხედოთ კიდე რას გულისხმობენ აქ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. რას გრძნობს ეგა და იმპერატორის გრძნობს. უკაცრავად იმპერატორს გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რომ გრძნობს, რომ თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, გრძნობს, რომ თქვენ ახლა ყველაფრის მიუხედავად, რომ ეს თქვენთვის არის თქვენი თავარი კაცი, ზოგისთვის შეიძლება ქმარიც იყოს, თქვა ზოგისთვის უბრალოდ ისეთი პიროვნება, რომელიც მნიშვნელოვანია, რას გრძნობს თქვენს მიმართ. ნახოთ ახლა ჩვენ კიდე რას გრძნობს აქ, რას გულისხმობ შენ ახლა აქ. რას გრძნობ? მაგრამ რა არის ეგა? ანუ ესე იგი ნახეთ რა ხდება, აქ ნახეთ აი ეს რას გრძნობს, უკვე თქვენ ალბათ ვინც დიდი ხანია მიყურებთ, თქვენ უკვე უნდა დააკვირდეთ, რომ მე საერთოდ არ ვიცი ხოლმე, აი როცა ჩემ შემთხვევაში ინფორმაცია მოდის რას გრძნობს მარტო იმაზე, რომ თქვათ ვუყვარ ვარ თუ არა, უფრო მეც მაჩვენებენ, საერთოდ ადამიანს როცა ფიქრობს, როცა რაღაცა ანალიზებს სიტუაციას, კაროჩე, აი ნახეთ ახლა რა ხდება აქ. რას გრძნობს, რომ იმას გრძნობს, რომ თქვენ ხარ, აქაც ვარსკვლავი იყო, წეხან ხო გითხარით მე აქ. და აქაც გამოვიდა ვარსკვლავი, რომ თქვენ ხართ რაღაცა
ანუ უძლიერესი პიროვნება ჯერ ეს ერთი რა. თქვენ ხართ ქალი, რომელთანაც აი მუდმივად მთელი ცხოვრება ამასთან ვიქნებოდი რა. ანუ აი ისეთი არის ჩემთვის, რომ აი არ ვიცი რა, აი ჩემი შანსი, ჩემი ბედნიერება მაგასთან ვიქნებოდი სულ. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება კიდე. აქ შეიძლება ეხლა ხო გითხარით კიდე დავამატებ რა ინფორმაციას აი აქ იმის მერე რაც თქვენ შორის მოხდა ეს საუბარი არ ვიცი აქ ან ეს ადამიანი ისევ ჩაიკეტა და ვერ გეუბნებათ აი ბოლომდე კიდე რაღაცებს რაც გულზე აქვს ან შეიძლება ისე რა ქვია იმის მერე ჩაიკეტა რაღაცა სიტუაცია ქონდა და იმის მერე შეიძლება ეს ადამიანი ისევ წავიდა სიჩუმეში გაიგეთ რა ხდება უცბად და ეხლა რაღაცა სული აი განცდებს გადის რაღაცა სულიერ განცდებს გადის ხო ძალიან მაგარი გახდა ჩავწერე გრძელი ვიდეოზე რა ნუ მეორე არხზე გრძელი ვიდეოები არის აი ძალიან მაგარი მოგეწონებათ იქ ძალიან იმენა აი შიგნით შევედე ამ სიტუაციაში და იქნება ვინმესთვის იქნება ბევრი იქ მითითებები რა ანუ უნდა ეს ურთიერთობა ყველა ვარიანტში უნდა მაგრამ და ნუ კი თუ რაღაც ჩაკეთ გამოჩნდება აქაც იმპერატორს ხურავს რა და კი ბედნიერებაც უნდა თქვენთვის იცით რა არის მაგას ახლა ყველაფრის მიუხედავად უბრალოდ რას ფიქრობს ეს ადამიანი კიდე თქვენს გრძნობაზე რომ შეიძლება ზოგჯერ ვერ ხვდება იმას რატომ თქვათ ახლა იმპერატორი ცოტა ანუ თქვენს ხარ ძალიან ძლიერი პიროვნება შეიძლება ესე ძალიან ძლიერი პიროვნება მაგრამ ამისიც არის ამოუცნობი ერთი მომენტი ის რომ მე ვერ ხვდები აი უცნაურად ვექცევი ზოგჯერ თქვათ არ გამოუჩნდები შეიძლება даже ახლა რასაკეთებს იცით თქვენ გწდის ეგა შეიძლება აბა რამდენს ნუ მოითმენ თუ ან რას იზავ ან ეძებს გამოსავალს და ამას აქ რა ამდენი ხანი როგორ ვუყვარ ვარ მე მაგას რომ აი ამდენი ხანი თქვათ აქ იმიტომ რომ შეიძლება ეს ურთიერთობა ახლა ახალი აღდგენილიც ქონდეთ იმიტომ რომ ორი ტუზი არის ხო ანუ და ეს ახლა რა არის იცით აი იმით არის ბედნიერი რომ თქვენ აქ უფრო მაგას მიყვება რომ მე ბედნიერი ვარ რომ მაგისთვის მე ყოველფრის მიუხედავად რაც არ უნდა იყოს ჩვენ ურთიერთობაში მე ვარ მაგისთვის ეს მთავარი კაცი ეს მნიშვნელოვანი კაცი ვარ და ამით ვარ ძალიან ბედნიერად უბრალოდ ამოცანად რჩება მაგისთვის ის რატომ აი შეიძლება ეხა ჩაიკეტა და ამაზე ფიქრობს რომ რატო რა დონეზე აქ რატო ხდება ეგ ნახეთ აქ სულის დონეზე მიდის ახლა მაგასთან მუშაობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია მიდის კარგით ნახოთ ახლა რა განზრახვები აქვს ამას რა განზრახვები და გამოჩინის ყველა ვარიანტში და მოქმედების და უნდა თქვენთან აქაც ტუზი გამოვიდა კვერთხების აქაც აი ზუსტად აქ სულ კვერთხები ანუ ქმედება უნდა ადამიანს რა თქმა უნდა ახალი ენერგიებით არის აქ ახლა ისეთი რომ ნუ ნამდვილად უნდა მაგას ახლა ისე რა ქვია ქმედებით აი ნახოთ ხარ რა ქმედებით ახლა ხო უცბად ქმედება უნდა რა თქმა უნდა ქმედება უნდა იმიტომ რომ აქ უკვე რვიანი იყო ახლა ხმალების და ახლა თავისთავად უკვე დაიწყო და ახლა აქ ნახეთ აი ჩემი მოსწავლეების ვაჩვენებ აქ ნახეთ როგორ რვიანი ეს რვიანი ქმედება რა თქმა უნდა და არა ისე რა ქვია რამე დაფრყოლება ამიტომ არის ისე რა ქვია ანუ რა განზრახვები გაქვს ხო ну გამოსვლა იმიდან თუ დაუშვათ ეხლა იყო სიჩუმე თქვენ შორის თუ შიშები იყო ან თუ რაღაც ანუ აქ როგორი მომენტი იცით რომ ამ ეს საერთოდ ტიპაჟი იქნება ცოტა ისეთი რა თავისებური ბევრს ფიქრობს ძალიან მაგრამ თქვენ მაგისტრის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ და იმდენად ანუ რაღაც არა ამქროფნიური რა ვიცი ვარსკვლავი კი არა აქ უკვე მთვარეა ანუ ეს აი სულ თქვენზე ფიქრები, სულ თქვენზე რაღაცა დარდები, უბრალოდ ეხლა ეს მთვარის არკანი ზოგჯერ უშლის ხელს თქვათ ქმედებებში რა. იმიტომ რომ რაღაცა ჭირდება შეიძლება დრო რომ კიდე ვიფიქრო რაღაცა შეიძლება შიშებიც გქონდეს ამას, ხო? ანუ მაგრამ სიყვარული არის, აქ უყვარხარ, აქ იმდენად ზის ეგა თქვენს ენერგიაში, იმენა აი ასე ვთქვათ ეხლა ცურაობს რა იქ. და ამიტომ აქ დიდი სიყვარული და დიდი მიზიდულება არის თქვენს მიმართ და რა თქმა უნდა
თქვენი ენერგია მაგას აი ძალიან ის იზიდავს, აი ძალიან ისე არის რა. ვნახოთ ახლა რა უშლის ხელს ახლა თქვენს ურთიერთობას, რა უყო ტრანსფორმაცია, ხო გითხარით რა. აქ ტრანსფორმაციას გადის ადამიანი, ეგრევე გვაჩვენეს ჩვენ, რომ თავიდანვე რომ თქვენს განიცდით რაღაცა წყობა თქვენებურად ტრანსფორმაცია, ამას ნუ უშლის ხელს რა ეს კარგია საერთოდ ტრანსფორმაცია, მაგრამ რო ანუ შეიძლება ნახეთ მოგცეს აი საერთოდ გრძელი ტრანსფორმაცია როცა არის, გვაძლევენ ცოტას ამოსუნთქებას და მე ისევ შეიძლება თქვათ შედიხარ ისივ-ისე აგრძელებ რა, ამიტომ რომ აქ ადამიანს არ აქვს ბოლომდე დამთავრებული ტრანსფორმაცია და ამიტომ ეს ახლა გიშლით ხელს რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა ბოლომდე უნდა მივიდეს ეს ცვლილება, მაგრამ ჯერ ეთყობა არ არის ბოლომდე მისული, კი ბატონო, არ არის და აი აქ როცა დასრულდება ეს ტრანსფორმაცია კი, შანსი მოგეცემათ მერე, იმიტომ რომ ჯერ აი თითქოს რაღაცა პერიოდი უნდა დასრულდეს კარგად, თან კარგად რა. ანუ ესე კი, აქ ახლა მიდის ცოტა რთულ გაკვეთილს გადის ეს ადამიანი და ამიტომ არის ახლა აქ რომ აი კარგად რომ დამთავრდეს, კიდე ახლა უკვე აი თითქოს ახლა იმაში ბოლოში არის რა, ბოლოში, აი ბოლო გაკვეთილი რომ აიღოს მაშინ უკვე კი ბატონო რა და ამიტომ შეიძლება ეს ადამიანი ეხლა ზის სიჩუმეში რა. ანუ ეს როგორი მომენტი, იცით, როცა საერთოდ კაცებს ის ხო თვისება ხო ეგ არის, რომ მაგათი მაგურის გადაშლა ხო არ იციან და ამიტომ ახლა ამათ აი თავისის ყოფნა, სიჩუმე, აი დანახა განდეგელი აქ, ანუ არ მინდა არავისთან არც მიწერა, არც მოწერა, არც ისე, იმიტომ რომ მე მინდა რომ კიდე რაღაცები კიდე აი ნუ გადაფასება გავაკეთო, დავფიქრდე, აქ რაღაც ძალიან ისეთი პროცესები არის, გაიგეთ კიდე ამ ადამიანს და ამიტომ კი თქვენზე ოცნებას, თქვენზე ფიქრობს, თქვენთან მოსვლაც უნდა თქვენ იცეს რომ თქვენთვისაც ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ რაღაცა ტრანსფორმაცია უნდა გავიდეს, აქ რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ესა так როგორ არის მოიცადეთ ისა შედეგი არა ნიშნულოვანი ვაიმე გავიჭედე რუსულადაც დამავიწყო სიტყვად რეალებს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვოთ გაიგეთ ამიტომ შეიძლება სიჩუმეში იყოს შეიძლება ვაფშე უჭირს მაგას ან რამის დაწერა თქვენთან ანუ შეიძლება არც წერს რაღაცას იმიტომ რომ მაგისაც აი ხა მიჭირს არ ვიცი რა შევთავაზო ჯერჯერობით რა და აი მე თვითონ უნდა დავრწმუნდე და ამიტომ შეიძლება აქ არანაირი ქმედება ამ წუთში არ არის გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ჯერჯერობით აი ესეთი სიტუაცია ნუ ნახოთ ახლა როგორ ხედავს თქვენს მომავალს ეს ადამიანი, როგორ ხედავს, ხოთში ძალიან კარგად მშვენივრად, კარგად ხედავს, რომ თქვენ ერთად იქნებით, ერთად რაღაც აი შეიძლება даже ფიქრობს რა თუ თქვათ, ან რამე ერთად შევქმნით, ერთად ვიქნებით, შეიძლება ზოგი აქ ესეთი სამიანი არის, როცა ანუ შეიძლება შვილი თუ აქტუალურია ვინმესთვის რა, ну აი როგორც ოჯახი აქ სამიანი კი არ არის, თქვათ ოჯახი, მაგრამ ერთი წამიტება ვნახო აქ რას ფიქრობს ეხლა რა რას ხედავს ეხლა რა ამ მომავალში რას გულისხმობ მე რო ვიყო კარგად იზახეს მე რო ვიყო კარგად მაგარი პოზიცია ხო так ну სამიანი რა თქმა უნდა აქ ახლა რო ვთქვათ ოჯახის შექმნაზე საუბარი ვერ მოგატყუებ იმიტომ რომ აქ უბრალოდ ადამიანი ფიქრობს რომ ისე უნდა გავაკეთო აქ შეიძლება თქვენ გაქვთ ურთიერთობა ან მანძილზე შეიძლება ან მიდი მოვდივარ ეგეთი თემა მაგრამ აქ რაღაც უფრო თავის თავზე ფიქრობს ეგ ადამიანი ანუ ის უნდა ავაწყო რომ მე აქ წაგებული როლში არ დავრჩე ოჩა როგორ ხედავს მომავალს პლუს კიდე აქ როგორი მომენტი არის იცით კომუნიკაცია კი ბატონო თავის თავზე ფიქრობს კი ბატონო წინსვლას კი ბატონო მაგრამ აქ კიდე შეიძლება მითხრეს ის რომ ამას აქ შეიძლება ფინანსური თემა მოსაგვარებელი აქ და ეს საჩერებს კიდე აი ნახოთ აბა
როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, როგორ განვითარდება და ჯერ აჩვენებენ, რომ ცოტა აი რო გითხრათ სტაბილურად რაღაცა იქნება, არა. სტაბილურად არა. კაროჩი გოგოებო, სანამ არ გამოვა ეს ადამიანი ამ თავის ტრანსფორმაციებიდან, აქ არაფერი ესიერი რო გითხრათ არ გამოვა, ხო, აი აჩვენებენ, სანამ არ გამოვა ამ თავისი გონკებიდან და სანამ არ გამოვა ამ თავისი ფიქრებიდან, ხო? აი ამას რო დაასრულებს და განულდება სიტუაცია, ხო? აი მაშინ კიდე ხო, თავისი სიყვარულით გამოჩნდება და აი აქ რაღაცა მაგას აქ ეს რას უნდა ამას აქ რაღაცა სიტუაცია, რაზეც არის მიჯაჭული, ეს რაღაცა კიდე თქვენს გარდა, კიდე აქ რაღაცა სიტუაცია. იმპერატორი შეიძლება არ არის თავისუფალი ეს ადამიანი. მე არ ვიძახე, შეიძლება უბრალოდ პასუხისმგებლობა შეიძლება გქონდეს აღებული თქვათ ოჯახზე. ეს ოჯახის შეიძლება ხა საჯარო გაშლაში ყველა მიცით თქვენ რა ოჯახზე შეიძლება გქონდეს. აი ეს როცა დამთავრდება, მაშინ რა იქნება? და დასრულდება კიდე ფინანსური მდგომარეობა ძალიან ძნელია. აქ შეიძლება რაღაცას ისეთ საკეთებს, რომ ეს იგი რას მიყვება? აქ ვიღაცას ძალიან ესეთი საშინელი სიტუაცია აქვს შემოლამაზებო, რომ აქ არის ან ოჯახზე მეუბნება, რომ თქვა ოჯახში როცა დავამთავრებ, მე რაღაცა მომენტებს, ხო? ну ამას აქ თავისი პრობლემები. მოდით ასე ვთქვა, საჯარო გაშლა არის. აქ რაღაცა პრობლემები. ზოგს ეხება შეიძლება მშობლიურ ოჯახს, ზოგს შეიძლება ეხება ცოლს, ზოგს დედას. ну რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი, აქ მიდის რაღაცა მნიშვნელოვანი პროცესები მაგის ცხოვრებაში, მაგის ფიქრებში. სანამ ამ სიტუაციას არ მოერევა, მანამდე ეს ადამიანი ვერაფერს ვერ იზავს. კაიგეთ? იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავს, რომ ანუ ეს გოგო შენთვის вообще ვინ არის? მიზეს ვინც უყურებს. ეს შანსი არის ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებისთვის. თან ჩემი, ანუ ეს სხვათა ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყო თქვენ, გთვლის თქვენ, რომ თქვენ ხართ მისთვის აი ეს კანონიერი ქალი, ასე რომ ვთქვათ, აი მწარე კარმული პარტნიორი, ვისგანაც ეს სწავლობს, მაგრამ ამავე დროს ქალი, რომელიც უზომოდ უყვარს, კი. და ვინ არის შენთვის ეს ქალი? და სხვათა შორის, აი, რომელთანაც მიესწრაფება მისი გული, გონება, მთლიანად არის შენსკენ რა. და მთელი სიყვარული და ყველაფერი თქვენს მასკენ არის, მაგრამ აქ პროცესშია და მოდით რჩევა თქვენთვის, არ ენერგიულოთ. вообще არ ენერგიულოთ, არ იფიქროთ არაფერიზე. აი საერთოდ არა უნდა გააკეთოთ. აი მაგაზე არ ენერგიულოთ, რატომ? აქ მიენდეთ მაღალ ძალებს. აქ სიტუაცია გაერკვევა. ამან უნდა გაიაროს დასვას წერტილი, გაიაროს ეს თავისი ტრანსფორმაციები და კი, აი თავისი ტრანსფორმაციები და მე-13 არკანი არის, უნდა და აქ მე-20 არკანი, აქ რაღაცა უნდა მოხდეს. ამას ეს პროგრამები რაც არის, მაგის რაღაცას პროგრამას აქ ამუშავებს. კი ვიცი, რასაც ამუშავებს, მაგრამ საჯარო გაშლაში ამას არ ვიტყვი. მინდ რომ ხა ეს სხვა თემა, ამას რომ დაამუშავებს, აი აქ და რომ მიხვდება რომ всё, ანუ არჩევანი უნდა გააკეთოს, მაგრამ აი აქ თქვენზე. როცა თქვენ აგირჩევს ეგა ნამდვილად თავის საყვარელ ქალად, გააკეთებს გადაწყვეტილებას, აი მაშინ აქ კი დრო ჭირდება და იმუშავა და მაშინ შეიძლება ყველაფერი აბსოლუტურად. აქ დრო ჭირდება გოგოებო. აი თქვენ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ეხლა მისთვის შეიძლება აქ ვიღაცას, ну, ურთიერთობა იყოს როგორი იცი, რომ აი მალავს თქვათ ამ სულ ყველაფერს. მაგრამ ამას ეძახეს, რომ შენ თვითონ უნდა მიხვდეო, შენ თვითონ მიხვდები, შენ ხო გაგძლიერი ინტუიცია. შენ ხო ხარ ასეთი უნიჭერესი, უკარგესი, უმშვენიერესი და შენ თვითონ ძალიან კარგად მიხვდები. კი. всё, გოგოებო, ნახეთ, აქ სულთან მიდის რაღაცა, კი, აქ დაეხმარება მაგას, სული, გული,
ძალები, მაღალი ძალები, ყველაფერი მაგისკენ დადგებიან ახლა და სიტუაცია შეიძლება უბრალოდ დრო უნდა მისცეს და მე უკვე ვისაც ახლა მოთმინების უნარი აქვს და ვისაც სჭირდებათ ეს ადამიანი და გიყვართ და გინდათ მასთან ყოფნა, კი ბატონო დაელოდეთ, მაგრამ დრო დაჭირდებათ. ამასობაში თქვენ გადაერთეთ თქვენ საქმიანობაზე, როგორც მე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის, რომ თუ გინდათ რომ ადვილად გაიაროს ეს ტრანსფორმაციები, აუცილებლად უნდა გადაერთოთ თქვენ იმ საქმეზე, რომელიც თქვენ გიზიდავს, რომელიც თქვენ მოგწონს, რომელიც თქვენ გულს გითფობს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც თქვენ გაზევს საშუალებას, რომ თქვენ გადაერთოთ ამ ფიქრებიდან რა. დებთ ძალიან ბევრ ენერგიას იქ, სადაც თქვენ არ გესაქმებათ, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმას აქვს თავისი პროცესები, უნდა გაიაროს თქვენ გადაერთეთ თქვენს პროცესებზე და განიმუხტავთ სიტუაციას და მე უფრო მალე წავა პროცესი, თორე თქვენ რომ სულ რო ნერვიულობ და იქ რო ფიქრობთ, რომ როგორ ანაირად და მე უნდა ჩავერთო და რა, არავითარ შემთხვევაში, აქ არის მისი პროცესები, უნდა გაიაროს ეს პროცესები და მე უკვე თვითონ უნდა მიიღოს ამან გადაწყვეტილება, პატივი ეცეთ მაგის ტრანსფორმაციას და ეს აქ არ არის საჭირო რომ თქვენ ახლა დაიწყოთ ამ ნერვიულობა, ან მოდი მივწერო და ჩვენ ხო ერთად უფრო ადვილად გავივლით ახლა ამ ყველაფერს, არა. ყველას ჩვენ გვაქვს, ჩვენ მithmes კაცს ახლა, მაგას თუ უნდა სპეციალისტთან წავედეს და იმან დაეხმაროს რა. რომ რა გააკეთოს და ახლა დანარჩენი უკვე თქვენზეა, პრინციპს თქვენზე არჩევანი დაელოდებით თუ არა, მაგრამ აქ პერსპექტივა კარგი აქვს ამ ურთიერთობას, უბრალოდ დრო სჭირდება.